მე ავირჩიე ჩემი თავი და ჩემი შვილები და ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება. ეს რთული იყო თუ მძიმე იყო თუ ასე შემდეგ სწორი არჩევანი გავაკეთე, იმიტომ რომ ჩემი შვილები ცხოვრობენ ძალიან ბედნიერად, ჰარმონიაში, სიყვარულში და არის სიყვარული ის, რაც ბავშვებს უნდა ვასწავლოთ. სიყვარულის გარეშე ამ ცხოვრებაში ვერაფერი და არაფერი გამოვა. ბევრი კითხვა იყო ყოველთვის ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით, რომ ქმარმა კი იყო თავიდან, როდესაც სწორი მიმართულება მომცა, რომ ქარხანა უმეპოვა საფრანგეთში, მაგრამ ქარხნის პოვრის გარდა არის პროდუქტებზე მუშაობა, შემადგენლობაზე, მის ხარისხზე, მის გასვლაზე უცხოეთში, ხო? მე არ მინდა რომ რაღაცნაირად ჩემი თავის ქება არ მიყვარს, მირჩევნია მესამე ადამიანმა ისაუბროს ჩემზე. მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ თქვა ის, რომ ქალებს უნდა ქონდეთ თავიანთი საქმე, მინიმალური, უბრალოდ რომ სამას არ ქონდეს ხელფასი, თავის საქმე უნდა ქონდეს და თავისი შემოსავალი უნდა ქონდეს. რომ ვინმე არ დააყვედროს, ყელში არ მოუყვანოს. არ ვიცი, მე ალბათ ცოტა არ ვარ ქედი მაღალი ადამიანი, მაგრამ ყოველთვის 15 წლიდან მარტო ცხოვრობდა, მქონდა ჩემი დამოუკიდებლობა, რომ მე მინდოდა ჩემი მქონოდა ყოველთვის. და ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი, რომ თუ არ ვიმუშავეთ ჩვენ თავზე და თუ ქალსაც, ხო, აი სოფია მეძდება და ვზრდი ისე, რომ მინდა რომ დამოუკიდებელი ძლიერი გოგო იყოს, იმიტომ რომ ვინმე არ დააყვედროს. რაც არ უნდა ფულიანი მამაკაცი გყავდეს და კი, კაცმა ხელის გულზე უნდა ატაროს და ვიმსახურებს ამას ყოველთვის აღნიშნავ, მაგრამ ქალს თავის საქმე უნდა ქონდეს, რომ ვიღაცამ ყელში არ ამოუყონოს ყოველი თეთრი და მერე დაშორების შემდეგ ეს ყველაფერი არ აყვედროს, არ წაართვას და ასე შემდეგ. არ ვიძახდი, თითქმის 1 წლის დაშორებულები ვიყავით, რომ ჩვენ ვიყავით დაშორებულები, რომ როდესაც ადამიანი იწახის რაღაცას, რომ ან დასრულდა, ან აღშენდა, ვფიქრობ, რომ მისი სიტყვა არის ძალა. ამიტომ მე, როდესაც ვთქვი, რომ დავასრულე, დასრულდა და დასრულებულია ჩემთან. ის პერიოდი მაქვს, როდესაც ზოგადად კაცზე და მამაკაცი არ ვფიქრობ. ეს ფიქრები არც მქონია და ჯერ დავასრულე ის დაშორების დეპრესიული შინაგანი ფონი, რაც ჩემთან მხოლოდ ჩემი სარკეთო უყურებდა იმ თამოს და სხვა არავინ. რაც შეეხება დედობას, დედობა არის პირველი ჩემს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში და ხშირად გული მწყდება, როცა დავფრინავ ბევრ ქვეყნებში, რომ ყურადღებას ცოტათი ვაკლებ, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, ყველა დედას ეს აქვს. მე მიყვარს ძალიან მუშაობა, მიყვარს წინსვლა და მე მინდა რომ სანამ მე ცოცხალი ვარ, ჩემი შვილებისთვისაც სულ ამას ვიძახი და ჩემი არ ვიცი გარშემოყოფებისთვის, რომ მე ვარ ბობოქარი ადამიანი, რაღაც მშვიდი წყნარი არ ვარ. ჩემს გვერდით თუ ვიღაცა არის და მეგობრობს, თუ შვილია, თუ პარტნიორია, ცხოვრობს ბობოქრული ცხოვრებით და რაღაცნაირად სხვანაირი მოტივაციას ვაძლევ და მინდა რომ ჩემმა შვილებმაც იცოდნენ და ყველა მიცოდეს და ქალებმა, იმიტომ რომ ქალებს გონიათ რაღაც სუსტის ქესია და ვერ განვითარდებიან, მარტო ვერ ყველაფერს გააკეთებს. უბრალოდ ჩვენ ქალები, როდესაც ხანდახან მამაკაცი ყავს გვერდზე, როცა ყავს. რაღაც გვინდა რომ სუსტი არსებები გამოჩნდეთ რა, რაღაც არ გვინდა ეს ხანჯო ამოღერებულები და ბრძოლის ვიკინგების პერიოდში დავბრუნდეთ. სინამდვილეში ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, შვილსაც მოუაროთ, საჭმელიც გავაკეთოთ, ბიზნესიც მართოთ. ბიზნესი ჩვენ საყვარელი საქმე გავაკეთოთ და პლუს ძალიან ბევრი რაღაცა. ხო და ქალებო, უფრო დააფასეთ თქვენი თავები და ძალიან მაგრები ხართ. კორეაში ვიყავი საქმიანი ვიზიტით. პირველი ის რომ თამაშგანის პროდუქცია წარმოვდება ახალი ხაზი კორეაში და ქარხანაში ვნახე ნიმუშები და ასე შემდეგ და 1 წლის გეგმა და ხვდები პარტნიორი საერთოდ სხვა კომპანიის, ეს არის ბიუნისი, რომელიც აწარმოებს დანამატებს, საკუთარ დანამატებს და ეს დანამატები მხოლოდ ვარჯიშის პერიოდში არა, აი მაგალითად დილით გავიღვიძეთ, ვერ მოვასწარით საუზმე და აი მაგალითად დღეს ვიყავი ჩაწერაზე და წამოვიღე ასეთი 2 ცალი 6 სახეობის გვექნება, არის ერთ-ერთი ეს. ძალიან ადვილია, წყალს ჩაასხავთ, შევანჩქრებთ, 1 წუთი გავაჩერებთ და დავლებთ. არის უშაქრო, ასევე ძალიან კარგად ანაყრებს და ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს. და ძალიან მალე უკვე ჩვენი ქართველი მომხმარებლებიც გასინჯავენ და ძალიან კომფორტულია. იქნება ონლაინ, ასევე იქნება ძალიან ბევრ ლოკაციაზე და რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით თქვენ ჩვენს ღონისძიებაზე ოფიციალურად გეპატიჟებით.